სექსის გარეშე ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი. ქალს რომ მამაკაცი უყვარს და მამაკაც ქალი, უნდა ყველაფერი იყოს მოსული და ყველაფერი უნდა გიყვარდეს, მთელი სხეული უნდა გიყვარდეს და ნებისმიერი ორგანო. აუცილებელია თუ არა ქორწინებამდე სექსი. უშვილობის მიზეზი არის სექსის არ ქონა. რატო არ აკეთებენ ამას გამაგებინე ეს ხალხი კაცო? რა საკიდან უნდა ვესაუბროთ შვილებს ამ თემაზე? როცა შეგეკითხება, მაშინ უნდა უთხრა. წერო მოგიყვანა, არ უნდა უთხრა, ეს იდიოტობაა. ამ შემთხვევაში რომელი უფრო განწერულია, ქალი თუ მამაკაცი? ქალი ვერ აღწევს ორგაზმს, იმიტომ რომ მამაკაცს აქვს ნაადრევი ეაკულაცია. ძალიან ცდილობს ქალის და მამაკაცის განქორწინების ერთ-ერთ ფაქტორად არ დაასახელოს სექსი, მაგრამ ასე არ არის. რა კლავს ლიბიდოს? მეტი ქალია სექსუალური დისფუნქციით დაავადებული, ვიდრე მამაკაცი. მე შენი სიცოცხლე გადავარჩინე, მე შენ კაცად გადაგაქცია, ნამდვილად ესეა. ეს დაკავშირებული არის სქესობრივი განათლების დეფიციტთან. ან იყო ჰომოსექსუალი, დაეძინა და გახდა ჰეტეროსექსუალი. ესე არ ხდება. ჰომოსექსუალობა არ არის ავადმყოფობა. მოგესალმებით სტუმრად ანასთან. დღეს ვისაუბრებ წყვილთა შორის სექსუალურ ურთიერთობაზე, რომელზეც ძალიან ხშირად გვიჭირს საუბარი და ტაბუ აქვს დადებული. დღეს ვისაუბრებთ ზუსტად ამ თემებზე, სექსზე, როგორც ჯანმრთელობაზე, სექსზე როგორც ფსიქოლოგიაზე და სექსზე როგორც ურთიერთობის ენაზე. ეს არის სივრცე გულახდილი საუბრებისთვის და გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და გპირდებით ძალიან საინტერესო სიუჟეტებს. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარია ექიმი სექსოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ბატონი ზურაბ მარშანია. მოგესალმებით ბატონო ზურაბ და ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ დღევანდელი ჩემი პოდკასტის სტუმარი. მოგესალმებით ანა, მივესალმები ჩვენ მაყურებელს. მეც მიხარია თქვენი სტუმარი რო ვარ და ჩემთვის პატივია მოწვევა. ბატონ ზურაბ, დღეს მინდა ვისაუბროთ წყვილთა შორის სექსუალურ პრობლემებზე. დავდივართ ყველა ექიმთან. კუჭის ექიმთან, გულის ექიმთან, თირკმელის ექიმთან, მაგრამ ადამიანებს რატომღაც ძალიან ცხენიათ სექსოლოგთან ვიზიტი. მოგმართავენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, თუმცა სექსუალური დისფუნქცია ძალიან მოქმედებს ადამიანებზე, უნგრევს წყვილებს ურთიერთობებს და ასევე ძალიან მოქმედებს ჩვენ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. და ვფიქრობ, რომ ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა რაღაცნაირად დირიჟორია ჩვენი ორგანიზმის. სექსის გარეშე ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი. რატომ არის რომ ადამიანები ყველაზე ბუნებრივ თემაზე, სექსზე, ყველაზე რთულად ვსაუბრობთ? არის იცით, ეს არ არის ახალი პრობლემა, ანა. დიახ. ეს პრობლემა ჯერ მოდის წინა საუკუნეებიდანაც და არაერთი სხვათა შორის მოაზროვნე დიდი ფილოსოფოსი მწერალი ამახვილებდა წინა საუკუნეში ამაზე ყურადღებას და გამოყოფდა აი ამ საკითხს ზუსტად რომ ჩვენ ყველაფერზე ლაპარაკობთ აი საშინელ რაღაცებზე, ომზე, მკვლელობაზე, დანაშაულზე, ძალადობაზე და არ ვლაპარაკობთ იმაზე, რაზედაც ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი. მაგრამ ვერ ბედავთ საუბარს. ეს არის სქესობრივი ცხოვრება. და რატომ ხრცხვენია ამ თემაზე საუბარი? როდესაც ასეთი მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც. ეს დაკავშირებული არის არა მარტო სოციოკულტურულ გარემოსთან და ტრადიციებთან, რელიგიასთანაც მათ შორის, არამედ ეს საერთოდ იცით, აი გამომდინარეობს ბუნებრივად იქიდან რომ სექსი და სექსუალური ასე ვთქვათ ურთიერთობები ადამიანებს შორის ეს ითვლება, ესე იგი, სფეროთ, რომელიც არის ძალიან ინტიმური, ძალიან პირადი. სადაც ესე იგი არავინ არ უნდა ჩაეხედოს, მაგრამ რა არის? თუ პრობლემები გვაქვს? ხო, უკვე ჩვენ 21 საუკუნეში ვცხოვრობთ და ეს არის აუცილებელი პირობა, მე გეთანხმებით 100% იმისათვის, რომ ადამიანი იყოს ბედნიერი და ჯანმრთელი. რომ ადამიანის
არსებობა იყოს ჰარმონიული. და სრულფასოვანი. ცხოვრება იყოს სრულფასოვანი, ჰარმონიული და ჰარმონიული სექსის გარეშე ეს წარმოუდგენელია. და მე მინდა ხაზი გავუსვა კიდე იცით ასეთ გარემოებას, რომ აი ჰარმონია გასაგებია, მაგრამ აი როდესაც დისჰარმონია ჩნდება, თქვენ ძალიან სწორად ანა გაუსვით ხაზი იმას, რომ ეს ძალიან მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, არა მარტო ფსიქიკურზე, არამედ სხეულის ჯანმრთელობაზეც. კი. ჯერ ერთი მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბევრი ასე ვთქვათ, აი ბიოგენური ფაქტორი, ანუ არაფსიქოგენური, დაუშვათ არა რაღაც ფსიქიკური ავადმყოფობა, ან სტრესი, ან სხვა. რაღაც აი დაუშვათ ან შაქრიანი დიაბეტი, ან მეტაბოლური დარღვევები, ან რაღაცა სიზარღვების პრობლემები, ასე ვთქვათ, ორგანული ბევრი დაავადებები იწვევს სექსუალურ დისფუნქციებს. ხშირად ძალიან. მაგრამ სექსუალური დისფუნქციები თავისთავად იწვევს შემდეგ ორგანოების დარღვევას. ეს უკვე ფსიქოგენური მექანიზმებით, უკვე დისტრესის საშუალებით იწვევს უკვე აი ესე ვთქვათ ორგანული ხასიათის ცვლილებებს. ასე რომ ეს ერთმთლიანობაა და არის გარკვეული რაღაცა მანკიერი წრე, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს დარღვეული იმისათვის, რომ ადამიანი იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი. და შეიძლება წყვილს ცალ-ცალკე არანაირი სექსუალური პრობლემა არ ქონდეთ, მაგრამ ერთმანეთთან ქონდეთ დისჰარმონია. როგორ შეიძლება? და თუ შველის სპეციალისტი ამ პრობლემას. როგორ არა, მადლობელი ვარ ამ კითხვისთვის, უპირველეს ყოვლისა ეს ჩემთვის აი პირადი ასე ვთქვათ, ჩემი პირადი ცხოვრების ახალგაზრდა რო ვიყავი და როდესაც მე სექსოლოგად ასე ვთქვათ ხდებოდა ჩემი ჩამოყალიბება, ხო? დიახ. და მაგ დროს ეს ლაპარაკია 80-იანი წლების დასაწყისზე, პირველ ნახევარს. 1980-იანი წინა საუკუნეზე, უკვე იმდენი წლები გავიდა, ნახევარ საუკუნეზე მეტი უკვე მეშინია. ამ თემაზე რაღაცნაირი ესე ვთქვათ ყურადღების გამახვილება, მაგრამ იძულებული ვარ თქვა, თქვენ ძალიან სრულიად გამართლებულად ამ თემას შეეხეთ. მე სექსოლოგია, მაშინ სექსოპათოლოგიას უძახოდნენ საბჭოთა კავშირში, საბჭოთა კავშირი იყო მაშინ. და აი ბევრმა ახალგაზრდამ არ იცის ეს რა ქვეყანა იყო. სულ ნეგატივს უყურებენ, მაგრამ პოზიტიურიც იყო და ყოველ შემთხვევაში ერთი პოზიტიურიც იყო, რომ ძლიერი ჯანმრთელობის დაცვის სისტემა იყო. და საბჭოთა სექსოპათოლოგია მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სოფლიოში თითქმის რომ საუკეთესო იყო. იმ პერიოდში, ეხლა აღარ ხო? აბსოლუტურად მსგავსია. ალბათ უფრო ევროპა მსგავსი არის ყველაფერი. გამგერო გერმანიაში ძალიან ყველაფერი დაიკარგა. მაგ თემაზე ვილაპარაკებთ და აი ჩემი მასწავლებელი ეს იყო, აი სამეცნიერო სექსოლოგიის საბჭოთა კავშირში და არა მარტო სხვათა შორის სოფლიოშიც ერთ-ერთი ფუძემდებელი, რომელიც აი უსამართლოდ არის დავიწყებული ეს კაცი, გვარად ვასილჩენკო. გიორგი ვასილჩენკო, გიორგი ერქვა მას და ის იყო ჩემი მასწავლებელი, თავისი წიგნები მაჩუკა. თქვენ წიგნიც გაქვთ დაწერილი? კი, ერთი წიგნი მის ხსოვნას მიუძღვენი, ჩემი პირველი წიგნი სექსოლოგიაში ქართულ ენაზე. ხო და აი დავიწყებას რომ ფოტოსურათი ვერ ვიპოვე იმისი. ამ კაცის ფოტოსურათი ვერ ვიპოვე ინტერნეტში, მე კი ვიპოვე, მე ცოტა შეივსო ეს ინტერნეტი და აი ვერ ვიპოვე იმ პერიოდში. აი ზუსტად მან აღწერა ეს როგორც ნოზოლოგიური ერთეული, როგორც დიაგნოზი. დიაგნოზი. წყვილის სექსუალური დისჰარმონია. ეს რას ნიშნავს, იცით ეს დიაგნოზი? რა თქმა უნდა, ეს თანამედროვე საკლასიფიკაციო სისტემებში არ შედის. დიახ. იმიტომ თქვენ მართალი ხართ, ქალს არაფერი არ აქვს, პათოლოგია, არანაირი სექსუალური დისფუნქცია არ აქვს, არც მამაკაცს არ აქვს. მაგრამ სექსი არ არის ჯანმრთელი, არ გამოსდით რა, ესე იგი, რაღაცა ხდება და აი დაარქვა ვასილჩენკო მამას დისჰარმონია. და აი როგორ უნდა ვუშველოთ ესეთ ადამიანს? დაუშველოთ, რა თქმა უნდა. ეს ალბათ ფსიქოლოგის ჩართულობა თუ პირდაპირ სექსოლოგის პრეროგატივა. მაგრამ ეს პირველ რიგში ყველაფერი რა არის, იცით? როდესაც ჩვენ ფსიქოლოგიურ დახმარებაზე ვლაპარაკობთ, ესე იგი, აი სტრუქტურა, აი სამედიცინო დახმარების, მათ შორის სექსოლოგიური პაციენტების, სექსუალური დისფუნქციების სისტემა მათი დახმარების გაწევისა ძალიან განსხვავებულია ჩვენთან და საზღვარგარეთ. ხო და აი ბევრს ეშლება, აი მაგალითად ახლა მოწინავე ქვეყანა, აი ნოვატორი თუნდაც სექსოლოგიაში რა.
დიახ. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და იქ მაგალითად ფსიქოლოგს უძახიან, ფსიქოლოგს, მაგრამ ეს არის ფსიქიატრი. დიპლომირებული ფსიქიატრი. და ჩვენ ფსიქოლოგებს, ფსიქიატრი ვინ არის? ექიმი არ არის? ექიმია. ისე ის არის ფაქტიურად ექიმი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი. კი. ჩვენთან როა ფსიქოლოგია სპეციალობა, ესეთი ექიმები არ არიან. ექიმები არ არიან, კი ბატონო. მათ მიაშინიათ რომ არიან. ჩვენი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ფსიქოლოგი ექიმი გონია. ამიტომ ჩვენი რეალობიდან გამოვიდეთ, მოდით რა ამერიკის რეალობით ნუ შევხედავთ რა, იქ ყველაფერი დაწყობილია. ესე იგი რა არის, რა თქმა უნდა, ის ფსიქოლოგი დღევანდელი ჩვენი ვინც აყვავს და ვინც ექიმი არ არის, იმის დახმარებაც საჭიროა. მაგრამ საერთოდ როცა ადამიანს აქვს რაღაცა სამედიცინო პრობლემა, აი ცუდად როცა არის ადამიანი ან მენტალურად, ან თუნდაც სექსში ვერ არის კარგად, ვისთან უნდა მივიდეს პირველ რიგში, თუ არა ექიმთან. ექიმთან. კი ბატონო. არ არის სავალდებულო არც არის საჭირო პირდაპირ სექსოლოგთან მივიდეს, რატო? არის ოჯახის ექიმი. ოჯახის ექიმმა რა უნდა უშველოს? გაუშვას უნდა სექსოლოგთან. გაუშვას უნდა სექსოლოგთან, კი ბატონო. მომიჯნავე სპეციალობის ექიმები ხო არის, გინეკოლოგი ქალისთვის, უროლოგი მამაკაცისთვის ჩვენთან როგორც ვიცი ეს არ ფინანსდება, ხო? ჩვენთან უფრო უარესად არის საქმე, მე მგონი ამას ეს ცალკე საუბრის თემაა. კი ბატონო. ამაზე ცალკე გადაცემა შეიძლება მე მგონი გაკეთდეს, მაგრამ მოდი ახლა ჩვენ დავასრულოთ ამ დისარმონიაზე. ექიმთან უნდა მივიდეს. ექიმ სექსოლოგთან და ექიმმა სექსოლოგმა უნდა დაიწყოს აი რაღაცნაირი იმ კორექცია ამ პრობლემების. რა თქმა უნდა, ამისი გასაღები არის ფსიქოთერაპიული ინტერვენცია. ფსიქოთერაპიული. სამედიცინო, საექიმო ინტერვენცია, არის კიდე ფსიქოლოგიური ინტერვენციაც. რომელსაც კიდე სხვანაირად სოციალურ ფსიქოთერაპია, ორივე ფსიქოთერაპია, მაგრამ არის სამედიცინო ფსიქოთერაპია, საექიმო, რასაც ექიმი აკეთებს, ფსიქოთერაპევტი, ხო არის სპეციალობა ჩვენთანაც. და არის ფსიქოლოგი რო აკეთებს სოციალური ფსიქოთერაპია. აი უნდა დაიწყოს სამედიცინოთი, ექიმით უნდა დაიწყოს და მერე ექიმს ეხმარება კარგად სხვათა შორის ფსიქოლოგი, იმიტომ რომ როდესაც აი სამედიცინო პრობლემა არ არის ამოწურულია, ხო? ჩვენ უნდა დავიწყოთ, იქნება არის სამედიცინო პრობლემა, რაღაცა ვიპოვეთ. ხო? როცა ეს ამოწურულია, აი ამ დროს უნდა ჩაებას ფსიქოლოგი. გასაგები. როცა ლაპარაკი არის მხოლოდ პიროვნებათა შორის ურთიერთობებზე, რაღაცა დაუშვათ საკომპენსაციო ხაზების გამომუშავებაზე, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცნაირად მოხდეს ამ პიროვნებების ერთმანეთთან ეს დარღვეული ესე იგი პიროვნებათა შორის ურთიერთობების აღდგენა, ხო? დიახ. სიყვარული ვერ აღდგება, მაგრამ რაღაცის აღდგენა შეიძლება ბავშვები ყავთ ოჯახი. აი აქ რა თქმა უნდა ფსიქოლოგის დახმარება არის აუცილებელი, ჩვენ უშვებთ. ყველა ურთიერთობა იწყება მიზიდულობით, ქიმიით და ფიქრით, რომ აი ვიპოვე ეს ადამიანი. თუმცა შემდეგ წყვილდებიან, ქმნიან ოჯახს და აღმოჩნდება, რომ ეს სულაც არ არის ასე. აქედან გამომდინარე, მინდა გკითხოთ, აუცილებელია თუ არა ქორწინებამდე სექსი, რომ წყვილმა ერთმანეთი გაიცნონ და შეიცნონ ყველა ასპექტში. იცით რა, ანა, ეს დაკავშირებული, ეს პრობლემა არის ძალიან რთული პრობლემა, სხვათა შორის არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, ეს აქტუალური პრობლემაა. რაც არ უნდა გაგვიკვირდეს ჩვენ ამის გაგონება, ეს ესეა. და ასეთ დროს, ესე იგი, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თვითონ პიროვნების ტიპი. მისი, ასე ვთქვათ, სოციოკულტურული პრიორიტეტები რა არის. მაგრამ როგორ ჯობია მაგალითად ტრადიციულად და მე ვიტყვი, მაგრამ მე ჯერ ვიტყვი, რომ ესე იგი, აქ არ შეიძლება რაღაცა უნიფიცირებული მოდგომა. აი ეს უნდა იყოს, ეს უნდა იყოს. არა. ეს უნდა იყოს ადამიანის არჩევანი გამომდინარე მისი ცხოვრების წესიდან, ცხოვრების კრედოდან, ხო? თუ ის არის რელიგიური ადამიანი, ხო? მე ვიცი ძალიან რელიგიური ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ცელიბატში. აი მაგალითად მამაკაცები ჩვენთან საკმაოდ ადრე იძენენ სექსუალურ გამოცდილებას. კი. 17-18 წლიდან, ну ძალიან იშვიათად 20-21, იშვიათად, შედარებით ნაკლებად. მაგრამ არის ადამიანები, რომელიც ქორწინებით იწყებს 25, 27, 28, 29, 30. როგორ არ არიან და ეს ასაბუთებს იმითით, რომ ის არის რელიგიური, რა ვიცი, სტიქაროსანი იყო რაღაცა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა.
მრწამს, ხო? რა თქმა უნდა. ესე იგი, აქ უკვე ეს სხვანაირად წყდება. მაგრამ ადამიანი, რომელიც არ არის რელიგიური, რომელიც არ ცხოვრობს ესეთი წესით, არა, დაუშვათ რელიგიური ცხოვრებით აცხოვრობს ეკლესიური ცხოვრების მხედველობაში, მე ვფიქრობ, ქორწინებამდე სექსში არაფერი არ არის ცუდი, ყოველ შემთხვევაში წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით, სექსუალური დისფუნქციების პრევენციის თვალსაზრისით, ქორწინებამდე სექსი და ქორწინებამდე ურთიერთობა ახალგაზრდებისა, რომელიც მერე ქორწინდებიან, ცხოვრობენ პარტნიორულ, ასე ვთქვათ, წყვილის სახით 3, 4, 5 და მეტი, 6 წელი და მერე აუცილებლად ქორწინდებიან. მე ჩემი პაციენტების მაგალითი მინდა მოვიყვანო, რომ დიდი უმრავლესობა ასეთი პარტნიორული წყვილებისა მერე ქორწინდებიან, ყავთ ბავშვები და ასე შემდეგ. და ამ თვალსაზრისით მე არაფერ ცუდს არ ხედავ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საჭირო არის ძალიან დიფერენცირებული და ფაქიზი მოპყრობა. და არანაირად არ უნდა იყოს რაღაც, ასე ვთქვათ, თავს მოხვეული ცხოვრების წესი. და აპრიორი რომ ესე ასე და შენ ისე და შენ გაყვნილი ხარ და შენ კიდე, არ ვიცი ვინა ხარ. გასაგებია. ვინ უფრო ავადდება სექსუალური დისფუნქციის დროს? ქალი თუ მამაკაცი? ქალი. დაი რატო? ადრე მაგალითად ადრინდელი მონაცემები ჩვენ გქონდა, რომლის მიხედვითაც, ესე იგი, იღებდნენ, როგორ არის იცით, ეს ეპიდემიოლოგიური კვლევებით ხდება ამის დადგენა. რა არის ეპიდემიოლოგიური კვლევა? მე მგონი ეს ჩვენი მაყურებლისთვის იქნება საინტერესო, ახლა ექიმებმა იციან, მაგრამ მარტო ექიმი ხო არ უყურებს. არა, რა თქმა უნდა. ეპიდემიოლოგიური კვლევა, ეს არის კვლევა, სამეცნიერო, სამედიცინო კვლევა, ეპიდემიოლოგია მედიცინის ნაწილია ძალიან მნიშვნელოვანი. რომელიც განიხილავს, ესე იგი, რაღაცა პრობლემის დაავადების, ესე იგი, სიხშირეს გავრცელებას საშუალო არითმეტიკული, ასე ვთქვათ, ყველა კლასტერებში რა, ესე იგი, აი მაგალითად ფიზიკურად ვინ შრომობს, გონებრივად ვინ შრომობს, აი რელიგიურები არ არის, აი ყველაფერი ერთად უნდა იყოს აღებული. და განისაზღვრება მე მთელი მოსახლეობის აი რამდენ პროცენტში თუნდაც აი ეს მაჩვენებელი ფსიქოლოგისა ეპიდემიოლოგიური რომ დაავადებიანობა სექსუალური დისფუნქციებით ყველა სახის სექსუალური დისფუნქციებით ქალებში მეტია თუ მამაკაცებში ეს გაკეთებულია ძირითადად ამერიკულ კვლევებშია გაკეთებული ევროპულშიც და აი წინა პერიოდებში აი წინა წლებში ძალიან პოპულარული იყო ესეთი ციფრი 45% ქალები იყო დაავადებიანობა ამ 100%-დან ადამიანების იმ დიდი ჯგუფიდან მრავალ მილიონერიდან რომელიც აწუხებს სექსუალურ დისფუნქციებს აქედან 55% ქალი იყო 45 მამაკაცი მე ახლა ჩამოვედი პორტუგალიიდან ვიყავი მსოფლიო კონგრესზე სამედიცინო სექსოლოგიის მსოფლიო კონგრესზე, სადაც მოხსენება გავაკეთე ერთი. სოციოს ქალის სექსუალურ დისფუნქციას. საინტერესოა. ქალის კი. თუმცა მეორე მოხსენება მქონდა შედარებით ისე, ეს მნიშვნელოვანი იყო, ეს იყო oral presentation-ი რა, რო იტყვი, გამოსვლა. ის იყო პოსტერი. ხო და ის იყო ერექციულ დისფუნქციაზე მამაკაცებზე და ეხლა რა არის? აი ეს მონაცემები, რაც მე მოვისმინე, უაღრესად საინტერესო, შესანიშნავი, ასე ვთქვათ, სპეციალისტების, თვალსაჩინო სპეციალისტების და მეცნიერების გამოსვლებში სხვა ციფრმა გაიელვა. 35-65. 65 ქალი. დიახ. საინტერესოა. ხედავთ რა ხდება? და თქვენ ეხლა აი ლოგიკურად უნდა შემეკითხოთ აბა აი შენ პაციენტებში რა ხდება აი ზუსტად სარკისებურად რა 65 კაცი 35 ქალი პროცენტი ანუ ჩვენთან პირიქით უნდა იყოს დაავადებიანობა საქართველოშიც მეტი ქალია სექსუალური დისფუნქციით დაავადებული ვიდრე მამაკაცი მაგრამ მამაკაცი მოდის მიმართვიანობა მაღალია მაღალია? აბა რა, ჩემი პაციენტის 65%, 70 თითქმის მამაკაცი. გასაგებია. აი ეს არის. რა კლავს ლიბიდოს? სტრესი, ურთიერთობა, წყვილს შორის უთანხმოება თუ რუტინა?
მე ლიბიდოზე ვილაპარაკებ ნამდვილად, დიახ. თუ მექნება კი, რეგლამენტი. კი, აუცილებლად. იმიტომ რომ მოხსენებით რომ გამოდიხარ ძალიან პატარა რეგლამენტი გაქვს და იმდენი რაღაც არა, გისმენთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. ხო და საქმე რაშია, იცით? აი ლიბიდოზე რა თქმა უნდა ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ აქედან იწყება ყველაფერი. ლიბიდოს გარეშე სექსი არ არის არაფერი. არც ერექცია არ არის, არც სხესობრივი ურთიერთობები არ არის. ხო, მაგრამ მე მინდა გავაერთიანო ესე იგი ლიბიდოს პათოლოგია, ლიბიდოს დაქვეითება რა. გავაერთიანო, ასე ვთქვათ, მთლიანად სექსუალურ დისფუნქციებში და მინდა ვთქვა, რომ აი სექსუალური დისფუნქციების მიზეზი არის ძალიან ბევრი რამ. აი ეს არის აი კომპლექსური მიზეზი არის, აი რაღაც აი არასოდეს არ არის არც ქალის, არც მამაკაცის სექსუალური დისფუნქცია რაღაც ერთი მიზეზით გამოწვეული. მიზეზი არის მრავალი. მაგრამ არის ერთი ძირითადი. და იმის მიხედვით უკვე ჩვენ ვაკეთებთ დასკვნას, უკვე იწყება ასე ვთქვათ კლასიფიცირება სექსუალური დისფუნქციების და ლიბიდოსაც ეხება ეგა. დიახ. და ესე იგი ვაკეთებთ ჩვენ დიაგნოზში უკვე გამოგვაქვს. ეს არის ფსიქოგენური ხასიათის. დიახ. თუ ბიოგენური, ანუ ორგანული ხასიათის. და ამ შემთხვევაში უკვე აი რა არის საინტერესო, იგივე ლიბიდო თქვა ძალიან კარგი მაგალითია ლიბიდოს დაქვეითება. დიახ. აღარ უნდა ადამიანს, სურვილი ლტოლვა აღარ აქვს. ისეთი როგორც ქონდა ადრე, აქვს რა თქმა უნდა. მაგრამ ლაპარაკია დაქვეითებაზე, ლიბიდო არ ქრება. დიახ. არ ქრება რა. ხო და ეხლა რა ხდება, იცით, ძალიან განსხვავებული არის ქალსა და მამაკაცში. ეს სარკისებურად, თქვენ ახსენეთ, სარკისებული განსხვავება ხო? ეს ზუსტად ესეა განსხვავება. თუ მამაკაცებში იგივე ლიბიდოს დაქვეითება განპირობებულია, 90%-ში შეიძლება მეტი ორგანული მიზეზებით, ეს იქნება ენდოკრინული მოშლა, რა თქმა უნდა, ხო? იგივე ტესტოსტერონის თემა, ხო? ტესტოსტერონის დეფიციტი, ჰიპერპროლაქტინემია, აქ პირიქით არის, იცით, პროლაქტინი მაღალი უნდა იყოს და ის დაბალი. ხო, ესე იგი, ქალის შემთხვევაში იგივე სიხშირით არის ფსიქოგენური ფაქტორი. თუმცა ანუ ქალს რა თქმა უნდა უფრო ფსიქოგენური ფაქტორი აქვს. კი ბატონო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჰიპერპროლაქტინემიით ქალს ლიბიდო არ უქვეითდებდა, მაგრამ აი მთლიან სტრუქტურაში ლიბიდოს დაქვეითება ეს არის ყველაზე ხშირი ქალის სექსუალური დისფუნქცია. მამაკაცის არა, მამაკაცის ყველაზე ხშირი ერექციული დისფუნქცია და ნადრევი ეკულაცია ერთად არის რა. რომელს ესე რო იტყვიან ერთმანეთის ასე ვთქვათ კეფაში სუნთქავენ რა. რომელს ერთნაირად თითქმის. აქ ლიდერი არის ლიბიდოს დაქვეითება. რომელი უფრო განკურნებადია, ანუ რომელს უფრო ვშველით, ფსიქოლოგიურს თუ ორგანულს? აი პრაქტიკიდან გამომდინარე მაინტერესებს. პრაქტიკიდან გამომდინარე მე ვერ ვიტყოდი, რომ მაგალითად ორგანული უფრო ადვილად იკურნება და ფსიქოგენური ნაკლებად იკურნება. არ არის ესე. დამოკიდებული არის, რა თქმა უნდა, ექიმის კვალიფიკაციაზე, დიაგნოსტიკის სიზუსტეზე, იმიტომ რომ ჩვენ თუ მიზეზამდე არ მივედით, ეთიოპათოგენეზური მკურნალობა ვერ ხდება. შესაბამისად მკურნალობის ეფექტურობა ეცემა. და თუ ყველაფერი სწორად არის, მე ვფიქრობ, რომ არ არის დიდი სხვაობა. ერთნაირად შეიძლება დახმარება ამ შემთხვევაშიც, იმ შემთხვევაშიც. უბრალოდ მკურნალობის მეთოდები არის ძალიან განსხვავებული, რადიკალურად განსხვავებული. თუ მაგალითად ბიოგენური, ანუ ორგანული ხასიათის სექსუალური დისფუნქციის დროს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ესე იგი ისეთ ინტერვენციებს, რომელიც დაკავშირებული არის მაგალითად მედიკამენტოზურ საშუალებებთან, ხო, იგივე ჩანაცვლებითი ტესტოსტერონ თერაპია კაცებშია რა. ტესტოსტერონ დეფიციტის, ანდროგენულ დეფიციტის დროს, ფსიქოგენური სექსუალური დისფუნქციის დროს, რა თქმა უნდა, გამოიყენება, რა თქმა უნდა, მედიკამენტოზური საშუალებები, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოთერაპიულ ინტერვენციას. ანუ აქ ფსიქოლოგიც საექიმო ფსიქოთერაპიას, ანუ შეგვეშლება მეორე რაღაცაში. ფსიქოლოგებში, ხო? რომლებიც
ის სხვა არის, ფსიქოლოგი ვერ მოგირჩენთ ერექციულ დისფუნქციას და ანორგაზმიას და ვაგინის დამიჯერეთ რა. თუ დამიჯერებენ კაციზავენ. აი რატომ გვიჭირს ყველაზე ახლობელ ადამიანთან საუბარი წყვილებს რატომ უჭირთ ამ სექსუალურ პრობლემაზე? მე ვთვლი რომ რაღაც მომენტში ერთმანეთის უპატივცემულობაც არის ეს. ნაწილობრივ გეთანხმებით მაგ საკითხში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც უფრო მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორებია. როდესაც ქალი და მამაკაცი სადღაცა ერთმანეთთან არ არიან ესე ღია, როცა მათ ერთმანეთის ცხვენიათ, ორი ადამიანი, რომელიც წესით ყველაზე ახლობელი უნდა იყოს და აბსოლუტურად არაფერი არ უნდა იყოს მათ შორის დაფარული, ხო? რა სირცხვილი, როგორ შეიძლება სირცხვილი. ეს დაკავშირებული არის სქესობრივი განათლების დეფიციტთან. აი ეგ არის ამის. უძახიან კიდე სექსუალურ განათლებასაც. სექსუალური განათლება ძალიან აღიზიანებს, ასე ვთქვათ, აი კონსერვატიულად, კონსერვატორებს უძახიან თავის თავს, სინამდვილეში ორთოდოქსებია, მაგრამ კი ბატონო იყოს კონსერვატორები, აღიზიანებს მათ. იყოს სქესობრივი განათლება, მზადა ვარ კომპრომისზე წავიდე. აუცილებლად იგივეა ესა, ერთი-ერთზე სინონიმია. არის დეფიციტი. ბავშვობიდან გვეუბნებოდნენ რომ არ უნდა წავეკითხოთ სექსზე არაფერი. ეხლა სკოლაშიც არ არის სექსუალური განათლება და მაინტერესებს ალბათ შვილებს ჩვენ თვითონ უნდა ვესაუბროთ ამ თემაზე. ეგეც საინტერესოა რა ასაკიდან უნდა ვესაუბროთ შვილებს ამ თემაზე და აი სადამდე უნდა შევიდეთ საუბარში მათთან. კი ბატონო. შეიძლება ცოტა გავიცინო, აი თქვენ რომ გავაცინო, თქვენ გაგაცინოთ და მაყურებელიც გავაცინო. აი თქვენ რო თქვით რომ აი არაფერი არ უნდა წაგვიკითხო, კინოები არ უნდა გვენახა და საერთოდ ესე იგი ბრიჯიტ ბარდოზე შემოდიოდა 60-იან წლებში რამე ფილმი. მე არ მახსოვს არც ერთი ფილმი არ შემოსულა, შემოვიდა ყველა პერესტროიკის მერე და რა ვიცი, საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე. ითვლებოდა ეს სექს სიმბოლოდ და ერთადერთი ფილმი რომელმაც რაღაცნაირად შემოაღწია ეროტიკულმა სცენამ ეს არის ქალი და მამაკაცი კლოდ ლელიუშის გენიალური ფილმი ესე იგი ჟან-ლუი ტრენტინიანის და ესე იგი ვაიმე როგორ დამავიწყდა ანი ჟირარდო კი არა ანუ კემე ულამაზესი ქალი და ულამაზესი მამაკაცი და იყო რა ერთი სექსუალური რაღაც ეროტიკული სცენა და არასდროს არ დამავიწყდება მე მაშინ ვიყავი მოზარდი კი არა ბავშვი რა ხო და რაღაცა წამიყვანა იმან დეიდაჩემმა წამიყვანა დეიდაჩემმა უბრალოდ ბიცოლაჩემმა ძალიან ახლობელი იყო ფაქტობრივად იმის გაზრდილი ვარ ხო და რო ვიყავი და ეს მომენტი რო დაიწყო თითქოს არეულობდა ეს კარი და ამაფარდა რამდენი წლის იყავი? ვაიმე ძალიან ცოტა. ალბათ 10-ის რა, იცი. 10-ის, შეიძლება 9 წლის. უფრო 10-ის. ხო და აი ეს სასაცილოა რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ იყო ეს ასევე როგორც აი საიდან გავჩდი მე ბავში გეკითხება. ბოსტანში, კომბოსტოში გიპოვეს. წერომ. მოგიყვანა წერომ, თოვლის ბაბუამ და ასე გიყიდეთ ბაზარში და ამ შემდეგ. ხო და ნუ რა არის იცით სქესობრივი განათლება უნდა დაიწყოს აუცილებელია და ეს არ უნდა დაიწყოს მაინც და მაინც ესე იგი მაღალ კლასებში და 16 წლის ასაკიდან როცა უკვე ქორწინებაში შედის ადამიანი მამაკაცია უკვე 16 წლის ბიჭი და ქალია 16 წლის ქალი და ქართული კანონმდებლობა სხვათა შორის უშვებს ქორწინებას კი ბატონო ნუ გადაწყვეტილებას და როგორც წესი მოსამართლე რომ დარწმუნდება რომ ფსიქოლოგიურად და ფიზიოლოგიურად განვითარებულია ორივე 100%-ში აძლევს ნებართვას. ორი აზრი არ არსებობს მაგაზე. და ეხლა რაშია ეცეთ საქმე? ამ დროს ადამიანი უნდა იყოს ინფორმირებული. მაგრამ აი ჩემი პირადად შეხედულება ამ საკითხზე ესეთია. ძალიან ხშირად მithქვამს, დამიწერია, მიმართია კიდევაც პრესით, ტელევიზიით, რა ვიცი, ტელეშოუებშიც ყოფილა მთელი ამბავის უკივილ-წივილი ამ თემაზე. ხო და მარტივია იცით ყველაფერი სინამდვილეში.
რა თქმა უნდა, ადრეულად უნდა დაიწყოს, ადამიანმა უნდა იცოდეს ეს ყველაფერი. აი რომელი ასაკიდან უნდა ვესაუბროთ ბავშვს ამ თემაზე? როცა შეგეკითხება, მაშინ უნდა უთხრა რა. შეიძლება იმასაც სხვენია და ვერ მაგრამ მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, რომ ეტყვი რაღაცას. რას ეტყვი იმას აქვს მნიშვნელობა და როგორ ეტყვი რა. და ეგ მაინტერესებს. ტყუილი არ უნდა უთხრა, წერო მოგიყვანა არ უნდა უთხრა, ეს იდიოტობაა. კი. იდიოტობა. სადამდე ანის აი რატომ არ აქვს, ესე იგი ისა ჩემ დას რატო არ აქვს ჭიჭუნა და მე მაქვს რა მოხდა ბაბუა შენმა მოაჭრა მაკრატლით ეხლა ეს უნდა უთხრა არ უნდა უთხრა ხო და რა თქმა უნდა უთხრა უღონდ ისეთი ფორმით რომ ესე იგი ბავშვმა არ მიიღოს ტრავმა ესე იგი უნდა იცოდე როგორ უთხრა რა ახლა მე კი ვიცი თქვენც იცით ბევრმა იცის ხო მაგრამ უფრო ბევრმა არ იცის და ეხლა დაწყებით კლასებში მაგალითად სქესობრივი განათლების გაკვეთილების დაწყება საქართველოს სინამდვილეში არ მიმაჩნია მე გამართლებულად არ იმუშავებს ეგ სისტემა. აი რა ასაკიდან რომელ კლასიდან უნდა დაიწყოს? მაღალი კლასებიდან. მაგალითად? მერვე, მეცხრე. მერვე, მეცხრე. აბა რატო აბა მეცხრე კლასელმა თუ ეს არის სწავლა, ერთ წელიწადში ცოლი მოყავს და რა გამოვიდა, გამაგებინეთ კაცო. უნდა ყველაფერი იცოდეს უკვე მაგ პერიოდში ცოლი რომ მოყავს უნდა იცოდეს ყველაფერი აბსოლუტურად უდიდო და ეხლა საქმე რაშია იცით აი მანამდე აბა პატარა ასაკში ვინ უნდა უთხრას მშობლებმა და რა არის იცი როდესაც აი სკოლაში ესეთი რაღაცა არ გამოდის ხო არ მუშაობს ამ სისტემაში ამ სოციოკულტურულ გარემოში არა მე მგონი გამოსავალი არის ძალიან მარტივი და ლოგიკური ეს გამოსავალი არის თვითონ მშობლების დატრენინგება აი თავარი სპეციალისტების მიერ როგორ უნდა მიაწოდოს და ეხლა არ არის სავალდებულო მაინც და მაინც ექიმებმა ჩაატარონ ეს ტრენინგები ფსიქოლოგებსაც შეუძლიათ ყველა ადამიანმა რომელსაც აქვს კომპეტენცია ეხლა სხვა საქმეა რომ ის ადამიანი უნდა ექიმმა მოამზადოს არა კი ბატონო სასურველია სექსოლოგმა რა თქმა უნდა მაგრამ ასეა თუ ისეა არ არის პრობლემა ესეთი გადაუწყვეტელი როგორც ჩანს ერთი შეხედვით და უბრალოდ მე მიმაჩნია რომ ეგ თემა უფრო ხშირად პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენება როგორც ჩვენ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია ეს პოლიტიკური სპეკულაცია ისეთ თემებზე რომელიც არის უბრალოდ ადამიანური ასე ვთქვათ ურთიერთობები თუნდაც სქესობრივი ურთიერთობები და სქესობრივი აღზრდა კი ბატონო არ არის ეს რთული პრობლემა რა და ეს გაჯეტები რა როლს თამაშობენ ძალიან ცუც ხო ძალიან ცუც სხვა საქმეა არანაირი სარგებლობა არ მოაქვს რაღაც როგორ არ მოაქვს მაგრამ მე ვფიქრობ აი გაჯეტების გამოყენება აუცილებლად მივალ ჩვენი მეტაპამდე როცა უკვე გაჯეტების გამოყენება და ესე განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში იქნება კონტროლირებადი როდესაც იქნება ესე იგი გაფილტრული ეს ყველაფერი ინფორმაცია ეხლა ცდილობენ, მაგრამ ესე იგი არ გამოდის და ყველაზე ცუდი მაინც არის გაჯეტზე დამოკიდებულება, რომელიც ხელს უწყობს ეგრეთ წოდებული სპექტრუმის განვითარებას ბავშვებში, ხო, აუტისტური სპექტრუმის, რომელიც ესე მომრავლდა ეხლა და საწყალ ფსიქოლოგებს ესე იგი არ შურს მაგათი ძალიან მეწოდებიან მაგ პრობლემაში არიან და ვაიმე რა ეს არის რაღაც საშინელი პრობლემაა რა როგორც მედიცინაში გვაქვს რაღაც საუკუნის პრობლემები რომელსაც დღემდე ვერ წყვეთ ჯერ უნდათ აი ესე არიან ისინი და რაღაც დავეხმაროთ ალბათ უნდა ერთმანეთს რა და გაჯეტები იცით კიდევ რითი არის საშიში და საერთოდ ინტერნეტზე წვდომა და რაღაცა ღებულობენ ინფორმაციას, რომელიც სტრესს იწვევს ბავშვებში რა. აი ეგ არის მთავარი, კი. და ეს სტრესი, ესე იგი, ტრავმაა, რომელიც თავისთავად უკვე აისახება მის ჯანმრთელობაზე. ამიტომ აქვს მნიშვნელობა სქესობრივ განათლებას და ამიტომ აქვს მნიშვნელობა აი სქესობრივი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიღებას კომპეტენტური ადამიანიდან, რომელმაც იცის ეს როგორ გააკეთოს. დღეს სამწუხაროდ ცუდომა ახლა მე რო ვიყავი პატარა ბავშვი მაშინ აი ესეთი აკრძალული ინფორმაცია იყო მარტო ფოტოსურათები შიშველი ქალების ერთი არაფერი არ იყო და იმასაც ანიშოვიდი არა და როეპოვა მშობლებს ხო მოკლავდნენ რაღაცებით არა მასწავლებლებს როეპოვა ვაფშე შეიძლება მოეკალე ხო და დღეს ესე არ არის რა დღეს იგივე წვდომა პორნო საიტებისადმი არის საკმაოდ ასე ვთქვათ ადვილი
და ბევრია რა სამუშაო მაგ სფეროში რა. კი, გეთანხმებით. ბატონ ზურაბ, ხშირად მსმენია, წყვილი დაქორწილდა. უნდათ ბავშვი, მიდიან რეპროდუქტოლოგთან. და აი ამ კვლევების და საუბრის პერიოდში ირკვევა, რომ წყვილს არ აქვს სექსუალური ურთიერთობა. ძალიან ხშირად. ხშირია. ოიმე. და იმდენად ცხენიათ სექსოლოგთან მისვლა, ისე მანდ მივდივართ, რომ თანახმა არიან, რომ ყავდეთ შვილი, დიახ. მაგრამ არ ქონდეთ სექსუალური ურთიერთობა. დიახ, და ინვიტროს იკეთებენ. რითი ვეხმარებით ასეთ ადამიანებს? რა არის იცით, მხოლოდ და მხოლოდ სქესობრივი განათლების დონის მომატებით. და რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგა ექიმების, რეპროდუქტოლოგების, ასე ვთქვათ, კორექტულობით. დიახ. ისინი კორექტულები ეთიკურად უნდა იქცეოდნენ. ისინი ვალდებული არიან ჩაეკითხონ თავის პაციენტს, იმას კი არ უნდა ცდილობდნენ, რომ ინვიტრო გააკეთოს და ფული აახიოს, ბაპატიეთ. არა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით, აბსოლუტურად. არ უნდა ვამბობდე მაგას, მაგრამ მე მახშფოთებს ეგეთი რაღაცა. ის რა თქმა უნდა, ინვიტროს არავინ არ უშლის, პირიქით მე ჩემ პაციენტებს უშვებ ინვიტროზე. რამდენი გამიშვია. მაგრამ ინვიტროთი კი არ უნდა დაიწყოს მაგ პრობლემის მოგვერება, ჯერ უნდა გაირკვეს არის თუ არა სექსუალური დისფუნქცია. თქვენ სწორი ხართ, არ ვიცი ხა, როგორ ახართ ესეთი კომპეტენტური სამედიცინო განათლება გააქვთ. სასწაულია თვითაფერ. ძალიან ბევრ ექიმზე მეტი, ასე ვთქვათ, კომპეტენცია გაქვთ თქვენ სექსოლოგიაში ანი. ხო და ახლა საქმე რაშია იცით? საქმე იმაშია, რომ ხშირად აი ეს რომ მიდიან და რაღაცა უშვილობის მიზეზი არის სექსის არ ქონდა. დიახ. ძალიან ხშირად არის ვაგინიზმი. კი ბატონო. ვაგინიზმი რა არის? ეს არის ქალის უნებური საშოს კუნთების სპაზმი და კრონჩხვა, რომელიც არ აძლევს საშუალებას მამაკაც არ აქვს ერექციის დარღვევა. არ აქვს საშუალება მამაკაც რომ შევიდეს საშოში და იქ დაანთხიოს სპერმა, რათა მოხდეს განაყოფიერება და ორსულება. ხო და აი მე თქვენ რაც ბძანეთ ზუსტად ეს ხდება და ეს დაუშვებელია რა, ეს ამაზრზენია. ამაზრზენია ნამდვილად. და აუცილებლად უნდა ეკითხებოდნენ, აბა. შვილებიც ხო უნდა გაიზარდონ ბედნიერად. ექიმია, ხო, ექიმი, ხო, სავალდებულო არა სექსოლოგი იყო, რომ ეჭვი მიიტანო, რომ სექსუალური დისფუნქცია ხომ არ არის რა. მე არა ვარ კომპეტენტური ძალიან ბევრ სფეროებში მედიცინისა, მაგრამ მე მეამაყება ის, რომ მე ყოველთვის ვცდილობ არ გამომეპაროს არანაირი რაღაცა პრობლემა და როდესაც რაღაცა ეჭვი მაქვს არ იყოს რაღაცა სხვა სფეროში პრობლემა, მე უშვებ სპეციალისტთან ჩემ პაციენტს კონსულტაციაზე კაცო. ბოლოს და ბოლოს ამ კაი ადამიანებმა ფიცი მისცეს ხო ჰიპოკრატის და წაიკითხონ კიდე ერთხელ ჰიპოკრატის ფიცი, სადაც ის მარტო ისაც წერია, რომ არავნო და უმკურნალეო. წერია, როცა საჭირო აუცილებლად კოლეგას შეეკითხეო და კონსილიუმის წესით გადაწყვიტო. რატო არ აკეთებენ ამას? გამაგებინ ეს ხალხი კაცო. ყველაფერი იციან? არც მე არ ვიცი ყველაფერი. არც არავინ არ იცის ყველაფერი. რა თქმა უნდა მივმართოთ. სოკრატეზე ჭკვიანი ადამიანი ჯერ არ გაჩენილა. ალბათ გაჩნდება და ალბათ ისიც იგივე სიტყვის, მაგრამ სოკრატემ რა თქვა ხო ვიცით რა? მე ვიცი რომ არაფერი არ ვიციო. და მე რა თქვა ის ბევრმა არ იცის. სხვა მისიც არ იცისო. სხვა მისიც არ იცის. აი ესეა და რა თქმა უნდა გეთანხმებით 100%-ანა. კი ბატონო. ბატონ ზურაბ, ხდება ისე, რომ წყვილს შორის ყველაფერი კარგად არის, მაგრამ რაღაც პერიოდში იკარგება ის ცეცხლი თუ ქიმია თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, მაინტერესებს რისი ბრალია და რას ურჩევდით წყვილებს ურთიერთობის სხვადასხვა ფაზებში. კი ბატონო, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ასპექტი არსებობს, ძალიან ბევრი ისიც როგორი პრობლემაა, ესეთი პრობლემაა, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, აი ნახევარტონები რა. დიახ. ძალიან ბევრი. და აქ ჩვენ აი შავ-თეთრში არ უნდა გადავარდეთ, მაგრამ მე როგორც ექიმი, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა საექიმო პრობლემაზე გავამახვილებ ყურადღებას. აი ფსიქოლოგმა ფსიქოლოგიურზე გამახვილოს. ხო და აი უყურეთ რა არის, აი როდესაც აი საექიმო, აი სექსოლოგიის კუთხით შევხედავთ არა? როდესაც აი ესეთი აი რაღაცნაირი ეს ნაპერწკალი, რომელიც აინთო და მე ეს
ასე ვთქვათ, ჩაქვრა ეს, ასე ვთქვათ, ცეცხლი და ნაპერწკალიც, ქიმია და ნაპერწკალიც აღარ ჩანს. ესე იგი და მზად არიან უკვე ხელი ჩაიქნიონ ქალმაც და მამაკაცმაც, ეს არის უდიდესი შეცდომა. იმიტომ რომ ადამიანი და თვითონ ესე იგი სექსუალური გრძნობა, ესე იგი სექსუალური ლტოლვა ერთმანეთის მიმართ, თვითონ სექსუალობა ადამიანისა არის გაცილებით უფრო მეტი და ფართე, ვიდრე ესე იგი ერთი შეხედვით ჩანს და აქ ლაპარაკობენ აი ხანდახან მამაკაცმაო აი ქალი უნდა გახსნას, მე ვფიქრობ ქალმაც უნდა გახსნას მამაკაცი და მამაკაცმაც უნდა გახსნას ქალი. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენი ასე ვთქვათ ტრადიციებიდან გამომდინარე მამაკაცის პასუხისმგებლობა მეტია. მაგრამ რა არის ამ შემთხვევაში მთავარი? მთავარი რა არის რა? აი იმ რეზერვების გამოძებნა, რომელიც კიდევ არსებობს. რესურსი. რომ ეს ქიმია, რასაც გამძანებთ მომწონს ეს ტერმინი და ეს ნაპერწკალი გაჩნდეს თავიდან აუცილებლად გაჩნდება. ამას ქვია, ეს არის სექსოლოგიური ტერმინი, ძალიან ცნობილი, ძალიან პოპულარული, ძალიან მიყვარს, მისაღებობის დიაპაზონის გაფართოება სექსში. და რო აგვიხსნათ. ეს ძალიან მარტივია. აი მაგალითად, ესე იგი, უნდა გახდეს, ესე იგი, ქალი და მამაკაცი ერთმანეთთან უფრო თამამი, უფრო ღია, ერთმანეთის უცხენიათ და რაღაცა. შესაბამისად, აქ ასე ვთქვათ, სექსუალური თამაშები უნდა იყოს ძალიან ფართედ გამოყენებული. იცით, ეს ძალიან ისეთი წყვილში ყველაფერი მოსულა. ყველაფერი უნდა იყოს მოსული რა. თუ ადამიანს როცა მეორე ადამიანი უყვარს, ქალს რომ მამაკაცი უყვარს და მამაკაცს ქალი, უნდა ყველაფერი იყოს მოსული და ყველაფერი უნდა გიყვარდეს. მთელი სხეული უნდა გიყვარდეს და ნებისმიერი ორგანო ადამიანის, ხო, ქალის, მამაკაცს და პირიქით. შესაბამისად, ეს კარგი, ასე ვთქვათ, მეთოდია. არის სხვათაშორის სექსოლოგიაში ძალიან ესეთი პოპულარული ამერიკელების მოგონილი მეთოდი, იყვნენ ესეთი გენიალური. არიან ცოცხლები არიან, 100 წლის არიან თითქმის ორივე, ცოლ-ხმარია და რა კარგი წყვილია. ერთი სექსოლოგია ექიმი და მეორე ფსიქოლოგი. ეს არის მასტერსი და ჯონსონი. უილიამ მასტერსი და ვირჯინია ჯონსონი. ჯონსონი ქალია, მასტერსი კაცია, ცოცხლები არიან. ვერ შეხვდი ვერანაირად, რა ვიცი, არ ყოფილა ამერიკაში ჯერ. ხო და რაღაცაად ვერ შეხვდი. ცოცხლები არიან, ღმერთმა დიდგან საცოცხლო, რევოლუციური, ასე ვთქვათ, ნაბიჯი გადადგეს მათ სექსოლოგიაში, როცა შეიმუშავეს კურნალობის ახალი მეთოდი ფსიქოთერაპიის. ფსიქოთერაპიული ინტერვენციის ძალიან ეფექტური კაი მეთოდი, მეც ხშირად ვიყენებ და კაი შედეგი იმას. სექსთერაპია. სექსთერაპია და ეს სექსთერაპიის აი ასე ვთქვათ, რო იტყვიან, აი ესეთი ძრავი რო იტყვიან, არა, ძრავი. ეს არის მისაღებობის დიაპაზონის გაფართოება. გასაგები. და მაშინ უკვე ხდება ეს გზნობის გაღვივება და იგივე გამოიყენება მაგალითად განსაკუთრებით ქალის სექსუალური დისფუნქციების სამკურნალოდ, ლიბიდოს დაქვეითების, ანორგაზმის, გამოიყენება მამაკაცის სექსუალური დისფუნქციების სამკურნალოდ. სექსთერაპია ქვია მაგას. გასაგებია. ბატონ ზურაბ, მოგვიყევით ერთი აი ყველაზე მძიმე кейსი, რაც გქონიათ წყვილთა ურთიერთობაში. აი რაზეც გითქვამთ, რომ ამათ ვერ დავეხმარები. ყოფილა ეგეთი, ალბათ რაღაცა იქნებოდა. მძიმე თემაა. აი შემიძლია გითხრათ, ასე იგი, აი მე სიტყვაზე ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს ვაგინიზმის მკურნალობის. დიახ. რომელსაც ძალიან მძიმედ მკურნალობენ საქართველოში, ალბათ ვერც მკურნალობენ. იყენებენ ხანდახან ბარბაროსულ მეთოდებს, ახლა არ დავასახელებ რომელი სპეციალობის ექიმები. საქალწული აპკის ჩაჭრა და ასე შემდეგ. როცა იქ არაფერ შუაში არ არის. ვაგინიზმის დროს ხდება საშოს კარიბჭის, ასე ვთქვათ, შესავალის კუნთების სპაზმი. რომელიც არის, ესე იგი, შფოთვითი აშლილობის, ესე იგი, ეს ფსიქოგენურია თავიდან ბოლომდე. შფოთვითი აშლილობის ისტერიული ნევროზის ტიპის არის რა, გარდასახვა ხდება კუნთოვან რეაქციაში. ხო, და ძნელი სამკურნალოა, მხოლოდ ფსიქოთერაპიული ინტერვენციით შეიძლება მისი მორჩენა. სპეციალური მეთოდები აქვს, მე ჩემი მეთოდი მაქვს მოდიფიცირებული. ეს ახლა ეს კი არ არის რაღაცა სულ ახალი, მაგრამ აი რაც იყო, მე ცოტა დავხვეწე და მე მიმაჩნია, რომ თავარი ღირსება ჩემი მეთოდისა ის არის, რომ ამ მეთოდის მეშვეობით ეფექტურობა ძალიან მაღალია.
აი ჩვენ რამდენიმე მოხსენება გავაკეთეთ, რამდენიმე სტატია მოვამზადეთ, გამოვაქვეყნეთ საზღვარგარეთულ ჟურნალებში 91-დან 92%-მდეა განკურნებიანობა. რომელი პათოლოგიის დროსაა ამ ხელა პროცენტიეთი მითხარი რა. და მე ვიტყოდი რომ 100%-ია რეალურად, იმიტომ რომ ის 8-9% არის პაციენტები, რომელთაც მკურნალობა შეწყვიტეს. მაგრამ მაინც სტატისტიკაში შევიდა. დანარჩენმა არ შეწყვიტა, ხო? შეუქმნა ექიმმა ესეთი мотиваცია, რომ ის ვერ შეუქმენენ. ხდება ყველაფერი ახლა მედიცინა. აბა მომეცი გარანტია, რომ მე მომარჩენო და გარანტია გენაცვალე აი ცაში ღმერთია, ის არის გარანტია. კი ბატონო. მე სხვა გარანტიას გაძლევ, რომ ღმერთს კარგად მივეხმარები. აი ეს არის ჩემი გარანტია. მედიცინაში გარანტია არ არსებობს. ყველაფერს აქვს გართულება, ყველა წამალს აქვს გვერდითი მოვლენები, აბსოლუტურად ყველას. ოპერაცია ახლა ვიცით როგორ თულდება, ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წარმატება არ აქვს მედიცინაში. გვაქვს ექიმებს წარმატება და აი სხვათა შორის აი ერთ-ერთი მინდა წარმატება ესეთი რაღაცაც ვახსენო, რომ არ დავაკონკრეტებ რა, ზუსტად არ ვეტყვი რამდენ წელს, მაგრამ აი თითქმის 2/10 წელი ქონდა ვაგინიზმი ხალხს, 2/10, 3/10 თითქმის რა. და მოვარჩინე და ბავშვი ყავს. ყოველგვარი ინვიტროს გარეშე. ბრავო. ძალიან კაი საქმე გაგიკეთებთ. აი ეს არის. ესეთი არის უკვე, მალე 1000-მდე მივა რა, რაოდენობა და არა და გავითვალისწინოთ, მე ვაგინიზმზე ქონდა მოხსენება ეხლა პორტოში, პორტუგალიაში. ხო და აი ეს პრეზენტაციაზე მე თქვი კიდევაც, რატომღაც სეთვლიან რომ ვაგინიზმი არის იშვიათი დაავადება, ეგრეც არის. მაგრამ აი საქართველოში არ გამოდის ფლატი იშვიათი. ხშირია. უკვე 1000-ებს რო უტყა, ნელ-ნელა უკაკუნებ უკვე 1000. უკვე ბევრია. ნელ-ნელა, ძალიან ბევრია რა. და შედეგები კარგია და რა ვიცი. ბატონ ზურაბ, ძალიან ბევრ მამაკაცს აწუხებს იმპოტენციის პრობლემა, რომლითაც იტანჯება როგორც მამაკაცი, ასევე ქალი. ამ შემთხვევაში რომელი უფრო განწერულია, ქალი თუ მამაკაცი? ესე იგი, ანა, ერთი თხოვნით მინდა მოგმართოთ რა, ესე იგი, თქვენ აბსოლუტურად არანაირი არ გამიგოთ სხვანაირად. ბევრი ექიმი ხმარობს მაგ ტერმინს იმპოტენცია, იცით? ხო, სწორი ტერმინი არ ვიხმარებ. დიდი ხანი არ იხმარება. იხმარებოდა, იყო ეს დიაგნოზი, შედიოდა საზოგადოებისთვის რომ გაიგო. რა თქმა უნდა, შედიოდა კლასიფიკაციაში, ეხლა უკვე აღარ არის. იმპოტენციის მაგივრად ჩვენ ხმარობთ ერექციული დისფუნქცია. კი ბატონო. შესაბამისად, ეხლა ქალს ერექციული დისფუნქცია ვერ ექნება ვერანაირად. ქალს სხვა სახის პათოლოგიები აქვს და არა, მე ვგულისხმობ, როდესაც მამაკაცს აქვს ერექციული დისფუნქცია, ამით ხომ ქალი იტანჯება. აი და რომელი უფრო განწირულია ამ შემთხვევაში, ქალი თუ მამაკაცი? კაცს, რომელსაც პრობლემა აქვს და თავისი ყოფნის, ქალი რომელიც იტანჯება. კი ბატონო. აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვაა, ძალიან კარგი და აი მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ხშირად ამბულატორიული მიღების დროს, კონსულტაციების დროს პაციენტებისთვის მე ვამახვილებ ყურადღებას ერთ პრობლემაზე. და აი ვთხოვ, ვემუდარები ჩემ პაციენტებს, ახლა კატეგორიულად ხო ვერ მოთხოვ ახლა მე არც ბრძანება არ შემიძლია, არც მოთხოვნა არ შემიძლია, ვეუბნები, არც პროკურორი ვარ, არც მოსამართლე და არც პოლიციელი მეთქი რა. ზოგი ჩემთან მოდის, აბა რომელი ვართ მართალია, არ ვარ მოსამართლე, მე ვთქვი გამანებეთ, ვისი ბრალია? ბრალეულობას ავსაზღვრავ, პროკურორი არა ვარ. საქმე რაშია, იცით, აი ყოველთვის ვამბობ, არ არსებობს ერთის brალი, მეორეს brალი. ერთის პრობლემა, მეორეს პრობლემა, ეს არის ორივეს პრობლემა. რითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, ქალით თუ მამაკაცით. და შესაბამისად ერექციული დისფუნქცია ეს ქალის პრობლემაც არის და მამაკაცისაც. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მამაკაცმა უნდა იზრუნოს ქალის დახმარებით. და აი ერექციული დისფუნქცია ძალიან კარგი მაგალითია მე მომწონს რა, კიდევ ერთხელ კომპლიმენტი თქვენს კომპეტენციას სექსოლოგიაში. ესე იგი, რა არის იცით? ერექციული დისფუნქციის მკურნალობა განწირულია და საერთოდ სექსუალური დისფუნქციის, პირველ რიგში ერექციული დისფუნქციის, იმიტომ ყველაზე დრამატიული ხასიათის აქვს, ხო? ერექციული დისფუნქციის მკურნალობა განწირულია თუ მამაკაცს არ ყავს პარტნიორი.
ძალიან ხშირად მოდიან ჩემთან მეუბნებიან, არა მყავს ექიმო პარტნიორი, აი მოდით თქვენ მე მომარჩინეთ და მე შევიძენ პარტნიორს. ვერ მოგარჩენ მე უთხარი პარტნიორის გარეშე. რატომ? როგორ შევამოწმო? რატომ? შედეგი არის თუ არა, დინამიკა ხომ უნდა დააკვირდეს ექიმი როგორ მიდის კაცო, პროცესი როგორ მიდის. მართვა სექსუალური დისფუნქცია, ანა ეს არის ქრონიკული დაავადება. ეს არის მწვავე სურდო, ჩაიწვეთე და მორჩი. კორონაც კი არ არის. გასაგებია. ეს არის პროცესი, რომელსაც უნდა მართვა წლების განმავლობაში, ათწლეულების განმავლობაში, ხო? და როგორ უნდა მართო პროცესი და მოარჩინო პაციენტი, თუ არ აქვს პარტნიორი. ამ დროს ქალმა რა დააშავა? არაფერი არ დააშავა, პირიქით ქალს თავისი ბენეფიტები აქვს ამ დროს. აი ეს უფრო აქტუალურია, პარტნიორი არ აყავთ ახალგაზრდებს. ცოლის მოყვანა ვერ მოასწრო, გოგონა ვისთანაც სექსი აქვს, ან ვერ ნახა, ან რაღაც ხვენია, ან 1000 რაღაცა, ხო? ხო და აბა ჩემთან მე ვინ მოვა? მე რო უთხრა რომ პრობლემა მაქვს, არავინ არ მომეკარება, პირიქით. ქალს უხარია, როცა მამაკაცს აქვს პრობლემა. ქალს უხარია და ქალი არის ბედნიერი, როცა მამაკაცს უგვარებს ამ პრობლემას. ნუ თუ ვერ ხვდებით რატომ? გამოიჭერს მე. სიცოცხლის ბოლომდე ეს კაცი იქნება მადლიერი. და ქალს ექნება სრული მორალური უფლება უთხრას რომ მე შენი სიცოცხლე გადავარჩინე. მე შენ კაცად გადაგაქცია. ნამდვილად ესეა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქალი რო იტყვის ასე მწარე სიტყვას, აბსოლუტური სიმართლეა ეს. გამიგე? და როდესაც ორივენი ამას გააცნობიერებენ, ეს ძალიან ლამაზი რაღაც გამოდის, იცით და ისეთი კარგი წყვილები გამოდიან, ისე უყვართ ერთმანეთი რა და აი ესეთები ბევრი მყავს და მართალი გითხრათ, აი როცა ესეთი კარგი შედეგი მაქვს და აი ქალიც ბედნიერია, კაციც ცხოვრებაში სექსი არ ქონია, კაცო 47 წლის თუ რაღაცა 42 წლის კაცი მოვიდა ჩემთან. მოვარჩინე. კიდე ბევრი სხვა და როცა ესეთი პაციენტი აი მორჩენილი მიდის და პარტნიორი კიდე გვერდში ყავს, ეხუტებიან ერთმანეთს, მე სიცოცხლე მემატება, არ ვიცი რამდენი. დღე, თვე, არ ვიცი. კი, მესმის. მემატება და მიუხედავად ბევრი დიდი სურვილიც უნდა იყოს თვითონ პაციენტის. ბევრი მძიმე ავადმყოფობებისა, რომელიც გადავიტანე და ასაკისა, ხო, ასაკი დიდი მაქვს. ცოცხალი ვარ ჯერ, ვმუშაობ, დატვირთვა დიდი მაქვს, დღესაც დიდი დატვირთვა მქონდა. მეშინია თქვა როგორი დიდი ძალიან. მაგრამ როგორც ხედავთ, ისე ვაყინჩათა ვარ რა. კლინიკური სტატისტიკა. აი ესენი მიხანგძლივ, აი ეს შეგძლება მიხანგძლივს. აი ესეთი განცდა მაქვს, არ ვიცი მართალი ვარ თუ არა. სიამაყის, ადამიანი რო იცით რა, გადაარჩინეთ, ბედნიერების და სიხარულის. სიხარულის. რა თქმა უნდა. კლინიკური სტატისტიკა თუ არსებობს იმისა არაჯანსაღი სქესობრივი ცხოვრების გამო, რამდენი ოჯახი ინგრევა? როგორ არ არსებობს? არსებობს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მაგალითად განქორწინებაზე, საერთოდ ძალიან ცდილობს ქალის და მამაკაცის განქორწინების ერთ-ერთ ფაქტორად არ დაასახელოს სექსი, მაგრამ ასე არ არის. რეალობა და რეალური სტატისტიკა სხვას ლაპარაკობს. ხშირად ზუსტად რომ არის. კი, ყველაზე მნიშვნელოვანია. არა და დაუშვათ ზოგჯერ სრულიად ბანალური რაღაცა, აი ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში ეს არის აი ყველაზე ბანალური, ყველაზე ხშირი. ქალი ვერ აღწევს ორგაზმს, იმიტომ რომ მამაკაცს აქვს ნაადრევი ეიაკულაცია. არა და ნაადრევი ეიაკულაცია ეს არის პრობლემა, მალე ანთრევს რა. ეს არის პრობლემა, რომლის მოგვარება ძალიან ადვილად შეიძლება. აი სხვათა შორის აი ახლა მქონდა საუბარი ამას წინათ და აი უნდა ვთქვათო ჩვენ კარგი რაც არისო და ცუდი რაც არისო დღევანდელობაში. მე მაგის მომხრე ვარ. მე შეიძლება ბევრი მომწონს, ბევრი არ მომწონს რა რაც ხდება დღეს, მაგრამ მე ყოველთვის მზათა ვარ ცუდზეც თქვა ცუდი და კარგზეც კარგი. კარგი რა არის? სულ რაღაცა რამოდენიმე თვის წინ 6 თვეც არ გასულა გონი ზუსტად არ ვიცი. საქართველოში შემოვიდა მედიკამენტი რომლითაც მთელი მსოფლიო ძალიან კარგად ებრძვის ნაადრევ ეიაკულაციას. და უკვე 10 წელია და ჩვენ 10 წელია ეს არ ქონდა ჩვენ და სამარცხვინოთ. შემოვიდა. არ არის კარგი ამბავი? რა თქმა უნდა. არ გამიხარდეს?
რა თქმა უნდა უნდა გამიხარდეს როგორც ბევრი სხვა. ცუდიც მწყენს და რა ვიცი, ახლა ცუდზეც ვილაპარაკოთ უგნებოდ. შემიძლია არ დავიღლები. ბატონო ზურაბ. ბოლოს მინდა ძალიან დელიკატურ თემას შევეხო. ერთნაირ სქესიანთა ლტოლვა. არის თუ არა ეს ნორმა და მაინტერესებს სხვა ფიზიოლოგიით და ჰორმონებით იბადებიან ასეთი ადამიანები თუ შემდეგ გაცნობიერებლად ან გაუცნობიერებლად იცვლიან ორიენტაციას და თუ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძონ და თავდაპირველი სტატუსი, ასე ვთქვათ, ქალის და მამაკაცის დაიბრუნონ. ანუ რეზიუმე რო გავაკეთო ამ კითხვის, ეს არის ფიზიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ძალიან კარგი კითხვაა, ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, ამ თემაზეც უნდა იყოს საუბარი და ბოლოს უნდა დაისვას წერტილი რა. წერტილი უნდა დაისვას ამ თემაზე და წერტილი რა არის? წერტილი ის არის, რომ ასე ვთქვათ, არატრადიციული, არ უყვარს ბევრს ეს ტერმინიც, არაკორექტულად მიაჩნია, მაგრამ ეგრეა ახლა და არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია, არატრადიციული ორიენტაცია, ხო, ლაპარაკი არის ჰომოსექსუალობაზე, ხო? ჰომოსექსუალიზმი არ არის სწორი, აღარ ხმარობთ ჰომოსექსუალობა. ჰომოსექსუალობა არ არის ავადმყოფობა. არ არის. კი ბატონო. ეს არის ზუსტად, აი რა არის? დაბადებიდან თუ შემდეგ შეძენილი. ბევრი კონცეფცია არსებობს. არსებობს დაბადებიდანაც, ეს არის გენეტიკური კონცეფცია, ჰიპოთეზა, მაგრამ რა არის, იცით, მე მეცნიერი ვარ და შესაბამისად ჰიპოთეზა მაშინ ხდება უკვე ფაქტი, როდესაც ის არის დადასტურებული. სამეცნიერო კვლევები. ჯერჯერობით ეგრე არ არის. არის გენეტიკური ჰიპოთეზა, არის behaviorally ჰიპოთეზა, რომ ესე იგი ცხოვრების წესი იწვევს ამას. არის კიდევ რაღაცა ფაქტორების გავლენით და რაღაცა. ყველას აქვს არსებობის უფლება. რა თქმა უნდა. მაგრამ აი რომელია ზუსტი ჯერ არავინ არ იცის. ალბათ მოვა დრო, რომ ესე იგი გაირკვევა ეგეც, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ასე ვთქვათ ჰიპოთეზების, სამეცნიერო ჰიპოთეზების დონეზე არის. ანუ ფსიქოლოგიურიც არის და ორგანულიც არის. ორგანული, გენეტიკურიც არის, ორგანულიც არის, ესე იგი ფსიქოლოგიურიც არის, ქცევითი არის, რა ვიცი რა, აი ბევრია ძალიან. და აი ეს კითხვა მაინტერესებს, აი შეიძლება ერთვენიერ დღეს დაუბრუნდეს ისევ იგივე. ეხლა როგორ არის, იცით, ესე არ ხდება, რომ დაიძინა, გაიღვიძა და ესე იგი გახდა ჰომოსექსუალი, ან იყო ჰომოსექსუალი, დაიძინა და გახდა ჰეტეროსექსუალი. ესე არ ხდება. ეს არის ესე იგი პროცესი, რომელსაც დასაბამი პრინციპში აქვს ძალიან ადრე და ადრე ხდება უკვე გასაგები. ადრე ბავშვობას გულისხმობ? დიახ. ბავშვობა და მოზარდობა რა. და ეხლა უყურეთ უცლადყოფნა არაფერ შუაში არ არის. შესაძლოა, ეგეც არის. შესაძლოა. ეგ თეორიაც არსებობს. ეგ თეორიაც არსებობს. არსებობს. და უყურეთ რა არის, ესე იგი, ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ჩვენ ვიცოდეთ, ესე იგი, აი იდენტობის, ანუ ორიენტაცია, იდენტობა, იგი ეს იდენტობაა რა, ეს არის ადამიანის არსი, ადამიანის ბუნება, რომელიც არ იცვლება. და უყურეთ რა ხდება, ეს იდენტობა, ორიენტაცია ადამიანის სექსუალური არის სამი ტიპის. დიახ. ჰეტეროსექსუალური, რასაც ტრადიციულს უძახიან, და არატრადიციული. არატრადიციული არის ორი. ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა. როცა ლაპარაკი არის ცვლაზე არა, ახლა პირველ ორზე, ხო? აი არსებობს ესეთი იყო ძალიან დიდი გენიალური სექსოლოგი რა. სხვათა შორის სექსოლოგი ყოველთვის ექიმი არ არის, ამიტომაც ვამბობ, მე ექიმი სექსოლოგი. სექსოლოგია ძალიან ფართებს ხდება რა, ძალიან იმდენ რაღაცებს შეიცავს მედიცინის გარდა. ხო და იყო ესეთი გენიალური სექსოლოგი კინზი, ამერიკელი. ფილმია გადაღებული ლაიმ ნისენი თამაშობს თავარ როლში. კინზის თამაშობს ლაიმ ნისენი. კინზი ქვია. თუ გაინტერესებთ დაგუგლეთ ნახეთ. აუცილებლად. ხო და აი კინზის შკალა ქვია, თუ სკალა როგორ არის ქართულად შკალა რა. შკალა. კინზის შკალა. შკალა კი. კინზის შკალა. სადაც არის 6 მდგომარეობა რა.
რაფინირებული ჰომოსექსუალი, ჰეტეროსექსუალი, ეს არის უკიდურესი და მათ შორის ეს უკვე ბისექსუალები არიან. აჰა. და როცა ლაპარაკი არის ბისექსუალზე, არა, აქ უკვე აქეთ-იქით შეიძლება. აქეთ-იქით შეიძლება. გადახტომა. გასაგებია, ამომწურავი პასუხი მივიღე. ისტორიას ახსოვს ესეთი მაგალითები. სალვადორ დალი კი ბატონო. იყო, ასე ვთქვათ, გატაცებული ჰომოსექსუალობით, ყავდა პარტნიორი, არც მეტი არც ნაკლები გარსია ლორკა. რა პარტნიორი ყავდა კიდევ? და ბოლოს გახდა, ესე იგი, ჰეტეროსექსუალი და თავის საყვარელ ცოლთან, მუზასთან, რომელიც მას კი. მთელი ცხოვრება იცხოვრა და ბავშვის გაჩენაც უნდოდა იმ ქალს და ამან არქნა. რატომო და ნუ ქალს უარი უთხრა და ის ქალი რუსი იყო ხო ჩვენს ის ქალი დაანება თავი ხო უყვარდა და არ უნდა მე ჟურნალისტები ხო ისეთი რა საიზღრები არიან არ მოცილდნენ ახლა და აბა გითხარით და აბა შეიკლეს ეს საცხალი კაცი ულბაშებით ხელში და კაცო გინდა თო გითხრათო სიმართლე გითხრა და გეტყვითო რა გენიალურ პიკასოს გაუჩნდა შიზოფრენიკი შვილიო მართალია შიზოფრენიკი ხო კი. გენიალურ პიკასოს ამაზე დალაგებული კაცი ვინ არის მსოფლიოშიო მე ვინ გამიჩნდებოდაო კაცო გამანებეთ რა თავიო და ყველამ დაანება თავი შლაპა აუწიეს და დიდი ბოდიში და აღარ შეგაწუხებთ მაგ თემაზე ცოტა წაიგიჟებდა ეს კაცი და შეეშიდა და არ გააჩიდა თორე უყვარდა ეს კაცი გაუჩენდა ეს ალბათ ნორმალური და კარგი იქნებოდა შეიძლება ესიც გენიალური ხატვარი გამოსულიყო. ალბათ ჯობდა გაეჩინა, კი ბატონო. ბატონო ზურაბ, ძალიან დიდი მადლობა. დღევანდელი ესეთ საინტერესო საუბრისთვის. თქვენ აუცილებლად, რა ვიცი, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს არ არის სირცხვილი სექსოლოგთან მისვლა პირიქით. მობზადით ბატონო. ამ პრობლემის მოგვარებით, ბევრი გაიბედნიერებს ცხოვრებას. კი ბატონო. თქვენს კოორდინატებს აუცილებლად ამოვანათებთ და მითითებული იქნება. აუცილებლად შევატყობინებთ ყველას. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის. თქვენს მადლობა მოწვევისათვის. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და მინდა დავასრულო კიდევ ერთი კომპლიმენტით. არ არის ეს კომპლიმენტი, ფაქტის კონსტატირება. თქვენ გამოაჩინეთ დღეს უპრეცედენტო ღრმა განსავლულობა სამედიცინო სექსოლოგიაში. ისთვისაც არ შეიძლება დიდი მადლობა არ გადაგიხადოთ. ძალიან დიდი მადლობა და პირიქით მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. თქვენ კი ვინც გვისმინეთ და გვიყურეთ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ემოციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე.